მან მეფე დაირქვა იმისთვის, რომ ამ ტიტულის აღმატებულების აღიარების ტენდენცია დაემხო და იცოდა, რომ დროის განმავლობაში მას გაუგებდნენ. და 8 წელი გავიდა ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან. ეს იყო მოაზროვნე მუსიკოსი, პოეტი, მხატვარი, პროზაიკოსი, რომელიც წერდა ყველაფერზე, რასაც ხედავდა მის გარშემო და მათ შორის იმაზეც, რასაც თავის კეთათოში ხედავდა და მისი კეთათოა დღეს სწორედ ჩვენი სტუმარი დილომშვიდობის და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დილომშვიდობის კეთათო. ძალიან დიდი მადლობა, რომ აი ამ წიგნზე სალაპარაკოთ მომიწვიეთ და წიგნი მე მაყურებელს შევახსენებ, რომლის პრეზენტაციაც შედგა გუში მწერალთა სახლში. ეს არის წიგნის სახელწოდებით ამბავი მეფეზე. ჩვენ 1 საათის წინ დაახლოებით მაყურებელს გავაცანით ეს ინფორმაცია. და სხვათა შორის ამ წიგნის პრეზენტაციამდე 1 დღით ადრე მოეწყო ირაკლის ერთადერთი ავტობიოგრაფიული წიგნის 7 ცურვა პრეზენტაცია. ნუ 2 დღე ზედიზედ 2 დღე ზედიზედ გქონდა პრეზენტაციებით, ანუ ახსავსე მე და ჩემს ოჯახის წევრებს, ამიტომ ცოტა გადაღლილი ვარ. რისი თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ფონდ ავტოგრაფს აი ამ წიგნისთვის, კერძოდ კი გიგა კობალაძეს, რომლის იდეაც იყო ამ წიგნის საერთოდ აი ამ ფორმით. და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფონდია იმ მიმართულებით, რომ სხვა ყანჩელის შემდეგ აი ესეთი მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა სწორედ ავტოგრაფის მეშვეობით. საინტერესო პროექტები იქნება ამ ფონდს. რაც შეეხება თვითონ ამ წიგნს, გეტყვით, რომ მთელი ღამე კითხულობდი, ესე იგი ღრუბელებით ვისრუტავდი ამ ინფორმაციას, იმიტომ რომ მართლა ძალიან განსხვავებული ადამიანების დამოკიდებულება ირაკლისადმი, როგორც ადამიანისადმი, მეგობრისადმი, როგორც ზოგი უშუალოდ არ იცნობდა და თქვათ არიან თანამედროვე კარგი მწერლები, მათი აზრიც ზოგადად მნიშვნელოვანია. და ეს ყველაფერი, ეს 78 ნაწერია, ერთიან რაღაც პორტრეტს გიქმნის ადამიანისა, რომელიც პრინციპში ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო პირადად და როგორც ჩანს სხვებისთვისაც და ამიტომ თითქოს ხვდებოდი, რომ იმდენი ესეთი უშუალო რაღაცა დამოკიდებულება იქნებოდა ფაქიზი, ეს პირველი ნახვის, ეს ისტორიები აღწერილი, რომ მე პირადად ჩემ ნაწერში ამ ყველაფერს ავარიდე თავი და რაღაც მშრალი, რაღაც ანუ დამოკიდებულება ჩემი მის მიმართ, როგორც მხოლოდ ადამიანის მიმართ კი არა, ანუ როგორც მოვლენა ქართულ ინფორმატიულად წარმართია. ბოლოს რაღაცნაირად მინიმალისტურად ეს ქენი რა. პრეზენტაციის შემდეგ გაეცანი, შენ თუ იცოდი დაახლოებით რა მასალა შეიძლება სპეციალურად არ კითხულობდი, იმიტომ რომ არ მინდოდა რაღაც გარკვეული გავლენა მოეხდინა ამა თუ იმ ნაწერს ჩემზე. არ წამკითხავს თითქმის არც ერთი ნაწერი, უბრალოდ როდესაც დედლაინი იყო უკვე უნდა ჩამებარებინა, მეც მათ შორის ნაწერი რამოდენიმე გადამეკითხა შემთხვევით. იგივე ჩემ რამოდენიმე მეგობარმა Skype-ით თუ რა ვიცი Facebook-ის საშუალებით გამომიგზავნეს და მთხოვეს წაიკითხო და უარს ვერ ვეტყოდი არ ვკითხულობ თქო და მახსოვს ზუსტად ეს იყო მასტიმულირებელი იმისა, რომ მეც დამეწყო წერა, რადგან ძალიან მიჭირდა, იმიტომ რომ საიდან დამეწყო აღარ ვიცოდი. მით უმეტეს რომ ფოტომასალაც არის სტანდარტული ციკლში და ჩვენ სინქრონით მოვისმინეთ ბატონი გელა ჩარკვიანის, რომელიც ამბობდა რომ მისთვისაც კი იყო სიურპრიზი, რამდენიმე ესეთი ფოტო ნახა, რომელიც თქვა აქამდე ჯერ არ ჰქონდა ნახე. ძალიან საინტერესო ფოტომასალაა შესული, საერთოდ ძალიან საინტერესო ადამიანები წერენ, საკმაოდ საინტერესოდ. ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო რომ მაქსიმალურად ესეთი სუბიექტური ხედვა დაეფიქსირებინათ, არანაირად არ გვინდოდა რომ მხოლოდ ქებადიდება ყოფილიყო სუბიექტური ხედვა. ზუსტად ამიტომაც არის საინტერესო და ასე რომ რა ვიცი, გაყიდვაში არის უკვე ეს წიგნი და შეუძლია ირაკლის წიგნზე მოგვიყევი. შეცურვაზე. ხო, მის ავტობიოგრაფიულ წიგნზე. მე ვთვლი რომ ძალიან მართლა საინტერესო წიგნია და სათანადოდ არ არის კიდე აღქმული რაღაც ის ლიტერატორების შორის, ფილოსოფოსების შორის დისკუსია, ლექციის სახით არ გამართულა, არ დაწერილა მასზე. და ის რომ თავისთავად კითხველი კითხულობს, რა თქმა უნდა ძალიან კარგი და ყველანაირი კითხველი ყავს ამ წიგნს, მაგრამ მეტი დისკუსია როგორც ტექსტზე
უშუალოდ ტექსტის გარჩევა პირადად მე მაკლია და ალბათ თანდათან ამის ბედნიერებაც იქნება, იმიტომ რომ ერთი არ შეიძლება ასჯერ გქონდეს წაკითხული, მე ზოგადად ვიცოდე ეს წიგნი, მაგრამ მნიშვნელოვანია აგრეთვე ნიჭიერი ადამიანების და პროფესიონალების მიერ ამ ყველაფრის აღქმა, დანახვა და ჩვენთან ამ კითხვებთან მოტანა. კეთდა 8 წელი გავიდა მის ირაკლის გარდაცვალებიდან და თვლი შენ რომ მასებს გულისხმობ რა თქმა უნდა, მისი დაფასება მოხდა მისი გარდაცვალების შემდეგ. იცი რა თქმა უნდა თანდათან მეტად უფრო სოციალური ხდება ეს მოვლენა, რომელიც არის ირაკლის ჩარკვიანი. თვითონვე ასე ფიქრობდა რომ გავადრო და მას უკეთ გაუგებენ და მიხვდებიან ასე ვთქვათ მისი შემოქმედების თვალსაჩინოა ზოგადად საზოგადოება თვალსაჩინოა იზრდება მაგალითად გუშინდელი პრეზენტაცია რომელიც ბასამი ჩატარა ჯანიკაშვილმა ბასა ამბობდა რომ ადრე სიტყვა სექსის ხსენება იყო წარმოუდგენელი დღეს ეს უკვე ამის ნორმატივსაც არ წითლდება ხო საზოგადოების დიდი ნაწილი ამის გაგონებაზე თქმარი ანუ იმდენად ვითარდებით ჩვენ და მეტად შეგვიძლია აღქმა მერე უკვე ხელოვნების თქვა ზოგადად თავისუფალი ადამიანების მოაზროვნე ადამიანების უფრო სწორი კუთხით დანახვა შეგვიძლია ჩვენ როგორც საზოგადოებას ამიტომ წლიდან წლამდე ჩვენ ვითარდებით იმაზე მეტყველებს რომ გარკვეულწილად უსწრებდა დროს ირაკლის შემოქმედება იცით რა თქმა უნდა სავარაუდო თუ ასე ხდება და დროს განმავლობაში უფლებულებს და პირადად ჩემთვის ყოველთვის ერთადერთი და санუკვარი რაღაც ენერგეტიკული მოვლენა იყო ამ სივრცეში რა ფორმით დააფიქსირებდა ეს ამას არ ქონდა მნიშვნელობა მუსიკით თუ თქვა ლიტერატურით მაგრამ იგივე ხალხისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის რომ არის ესეთი დროული მასთან შეხება დღევანდელ დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს თაობას არ თამაშობია ირაკლის თუმცა დღეს ძალიან კარგად იცის, იმიტომ რომ იციან ყველა აფასებს აქანადოთ. უამრავი გვერდია გახსნილი სოციალურ ქსელში, ძალიან ისეთი უშუალო მიმოწერა აქვთ ჩემთან. ამით ცხოვრობენ რამის, და მე მიხარია, იმიტომ რომ ირაკლი, ანუ იგივე ქვეყნის, როგორ გითხრა, საზღვარგარეთ, როდესაც ხარ, ვიღაცას რაღაცას უხსნი, ხო, არ შეიძლება მხოლოდ პოლიტიკოსები და დიქტატორები იყვნენ ასოცირებული ჩვენს ქვეყანასთან. დღეს დადგა ის დღე, როდესაც მუსიკოსები დახსენდებათ საქართველოს. სხვათა შორის თქვენი პროდიუსერის შვილი არის ნიუ-იორკში და მას წინათ მომწერა რომ ლიზა მომწერა რომ ძალიან გამიხარდა როდესაც გაიგეს რომ საქართველოსთან მეორე ეს ირაკლის ქვეყანა. მე მხოლოდ რაღაცა ახლა უკვე ირაკლის ქვეყანაა და რაღაც პერიოდი იყო რომ პოლიტიკოსები იყვნენ ზედმეტად წინა პლანზე მაგრამ ახლა უკვე ხელოვნება ძალიან დროებითია ყოველი ხელოვნება რჩება ადამიანები მიდიან მოდიან და ტოვებენ მათ შექმნილს ხელოვნება კარგი, კეთდა რომ ვისაუბროთ უშუალოდ მის შემოქმედებაზე, ხო, რომ გადაბავლოთ ძალიან ადრეული ეტაპის სიმღერებს და ტექსტებს, ვხედავთ ნელ-ნელა რაღაცა ცვლილებას, ხო, მისი დამოკიდებულებებს და ასე შემდეგ. და ჩვენ ბატონმა გელამაც გითხრა, რომ აი ბოლო პერიოდში მის გარდაცვალებამდე პერიოდს გულისხმობ, ძალიან შეიცვალა მისი მუსიკა, განსაკუთრებულად მელოდიური გახდაო, ასე გითხრა ბატონმა გელამ. შენ რა სიტყვი ასე იყო? განსაკუთრებულად მელოდიური ბატონ გელაძე სხვათა შორის და თეონაზეც ირაკლის და ძალიან იმოქმედა სიმღერამ ხალხს და თითქოს მათ იბრძნეს რომ ირაკლის დიდი დრო აღარ ქონდა ანუ ჩვენთან ერთად ყოფნის მელოდიური იყო ყოველთვის ირაკლი და აი ამ სიმღერამ რა იმოქმედა მათზე ამ დროს ეს სიმღერა მახსოვს ისე მინდოდა რომ ჩაგვეწერა და სამი სხვადასხვა სიმღერის ასე ვთქვათ მიქსია ნაზავი და ირაკლისთან საერთოდ თანაცხოვრება მასთან ერთად მუშაობა ყოველთვის რა ზღვარზე სიარული იყო სიკვდილ სიცოცხლის ყოველთვის გრძნობდი რომ აი ხლა რა კარგია ეს ყოველივე გინდა რომ სწამი კარგად გქონდეს აღბეჭდილი მეხსიერებაში მაგრამ გრძნობ რომ ძალიან მალე ეს ყველაფერი თითქოს გაქრება და კარგად გინდა დაიმახსოვრო რომ არ ამოგეშალოს მეხსიერები და მე სულ ეს შეგრძნება მქონდა საერთოდ ირაკლისთან ურთიერთობის დროს
და არანორმალური ბედნიერებით ახსავსე ვიყავი და ამიტომ ბოლოსკენ ალბათ ეს ყოველივე გამძაფრდა და ეს მეტი მოაწვა სათქმელი, უფრო ისეთი მელანქოლიურიც, მაგრამ ზუსტად მაგით არის ხელოვნება საინტერესო. შენ მაინც ახარ რთული ალბათ ამაზე რა თქმა უნდა როგორ უნდა გამოარჩიო რომელიმე მის მიერ შექმნილი სიმღერა, მაგრამ მაინც რომელს გამოარჩევდი აი. რატომ აი მედიტატიური და ისეთია. მე ძალიან ბევრი სიყვარული და წმენა იგრძნობა ამ ტექსტშიც და ისეთი არაორდინალურია. მარტო იმის გამო კი არა რომ აწოლს ვირის და გორა გადას, არა. თავარ სათქმელს რასაც ამბობს ჩემთვის ყველაზე ერთ-ერთი ახლო სიმღერა და ირაკლისთან ყველაზე ახლოა, ну ჩემი ახლო სუბიექტური. შვენიერი მოკლედ მე მაყურებელს შევახსენებ რომ 8 წელი გავიდა ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან და სწორედ აი თარიღთან დაკავშირებით გუშინ შედგა ხელოვნების ხელშემწყობ ფონდის ავტოგრაფის ინიციატივით წიგნის პრეზენტაცია, რომელსაც ქვია ამბავი მეფეზე, რომელშიც არის გაერთიანებული სხვადასხვა ადამიანების დამოკიდებულება მის მიმართ და ასევე დაკონტროლულია წიგნი ძალიან საინტერესო ფოტომასალით, მოკლედ ყველა შეგიძლიათ რომ გაეცნოთ. კი არის ინგლისურენოვანი ტექსტი ძალიან გული დამწყდა მაქსიმენ და ლენამ ვერ მოახერხეს გადმოეცემოთ თავიანთი ნაწერები და ამიტომ იგივე ეს ტექსტი რომელიც ინგლისურად არის გვინდოდა რომ ინგლისურენოვანი ყოფილიყო რუსულ ენაზეც ყოფილიყო დაწერილი მაგრამ რაღაცებად ვერ შედგა და დედლაინი იყო და მოსასწრები იყო ყველაფერი. კეთილი კეთადო ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის ჩვენ დავემშვიდობოთ მაყურებელს და ვემშვიდობებით ირაკლის ერთ-ერთი სიმღერით და კლიპით. ბედნიერ დღეს გისურვებთ. Cendana balva varda bitxashi Garib istro, da jay ghashki